დედის დღე პირველად 1914 წელს შტატებში იზეიმეს. საქართველოში კი ამ თარიღს 23-ად აღნიშნავენ. დედისადმი მიძღვნილი თარიღი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. როგორ აღინიშნა 3 მარტი რეგიონში? დროს რეპორტაჟი. მანანა ფუტკარაძესა და მაყვალა ბერიძეს დედის დღე რეგიონის ჯანდაცვის მინისტრმა მიულოცა. 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის თეიმურაზ ბერიძის დედას და მეუღლეს უწყებისგან 1000 ლარი გადაერიცხათ. ფულადი საჩუქარი ბერიძეების მსგავსად კიდევ 15 სამხედრო მოსამსახურის დედასა და მეუღლეს გადაეცა. დედის დღეს და დედები და მეუღლეები ოფშედაღუპულების მიიღებენ აჯანყის მთავრობისგან ერთჯერად დახმარებას 1000 ლარის ოდენობით და 8 აგვისტოს ამ ოჯახს შეირიცხა კიდე 3000 ლარი. ეს არის პროგრამული დახმარება, პირველად ხორციელდება ჯარში პროგრამის სახით, ადრე ხორციელდება სარეზერვო ფონდიდან და ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი განხორციელდება დიდი ხნის განმავლობაში. ფულადი საჩუქრის გარდა ჯარისკაცის მეუღლეს ქობულეთის გამგებელი ერთ-ერთ ბაღში დასაქმებასაც დაპირდა. შემოთავაზება მივიღე ბაღში სამუშაოდ. და გადავწყვეტე რომ ვიმუშაო. ესნება რამოდენიმე დამატებითი ჯგუფები, ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება პერსონალი. ჩვენ შევთავაზეთ რომ მათ სრული შემთხვევაში ჩვენ მივიღებდით შესაბამის ზონებს და დავასაქმებდით. რაც შეეხება სახურავს, ჩავინიშნე აუცილებლად გამოვუშვებ ინფრასტრუქტურის წარმომადგენლებს ჩვენი სამსახურს და შეისწავლიან, გააკეთებენ შესაბამის ხარჯ-წარსულს და ბიუჯეტში ცვლილების დროს აუცილებლად გავუთვალისწინებთ. ტრადიციულად საჩუქრები მიიღეს მრავალშვილიანმა და აგვისტოს ომში დაღუპული გმირების დედებმა ქობულეთში. ღონისძიებას სხვადასხვა პროფესიის ქალბატონები და რეგიონის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მე ვარ მრავალშვილიანი დედა. ყველა დედას ვსურვებ დღევანდელ დღეს, წარმატებებს, ბედნიერ დღეს ვსურვებ. მადლობელი ვარ ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან, რომ ყოველწლიურად ასეც ბედნიერ დღეს ვჩუქნის მრავალშვილიან დედას. რასაკვირველია ყველა ქალბატონს, ყველა დედას გამორჩეულად მინდა მოულოდსა დღევანდელი დღე, არ მინდა რომ ესეთი თითოეული დღე იყოს მხოლოდ გამორჩეული. ამ თვალსაზრისით ყოველთვის მინდა რომ ისინი ბედნიერი იყვნენ, დაფასებულები იყვნენ, ის სილამაზე ქონდეთ, რაც ტრადიციულად ქალბატონებს აქვთ. ღონისძიება სპეციალურად მრავალშვილიანი დედებისთვის ხულოს მუნიციპალიტეტშიც გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ დედის დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. როგორც ომში დაღუპული გმირი შვილის დედა დღეს მომიწვიეს მე ღონისძიებაზე. გადმომცეს საჩუქარი. დედა ჩვენ ქართველებისთვის ყველაფერია, ისტორია, აწმყო და მომავალია. დედით იწყება და დედით თავდება ჩვენი ყოველივე წინგადადგმული ნაბიჯი და ჩვენი ყოველივე სიტყვა. მე მინდა მიულოცო მათ დღევანდელი დღე, პირველ რიგში მინდა უსურვო ჯანმრთელობა. 3 მარტი ოფიციალურად დასვენების დღედაა გამოცხადებული. თარიღი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 1991 წელს დააწესა. დედის დღეს ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, რომელიც რევოლუციონერი კლარა ცეტკინის სახელს უკავშირდება. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით 8 მარტის თარიღი გამსახურდიას მმართველობის დროს საბჭოური გადმონაშთის მიზეზით გაუქმდა.